მოგესალმებით ყველას. როგორც იქნა 4 თვიანი კარანტინის შემდეგ, ჩემთვისაც დადგა დასვენების დღეები. გამოვედი გარეთ და როგორც ყოველთვის მაქვს ძალიან ბევრი ბარგი, არ ვიცი რატომ, ანუ სულ რამდენიმე დღით ვარ გამოსული, მაგრამ ნუ ყოველთვის ესე მემართება. ხო და ტაქსებიც იარუს და აქეთ-იქით გოდიას, მოკლედ ვარჩიე რომ მანქანა მეკირავა, კი ვიყიდე მანქანა, მაგრამ დაკეტილია ოფისები და ვერაფრით ვერ გადმოვიფორმე. ხო და ახლა გადავწყვიტე რომ ანუ ამეხსნა თქვენთვის როგორ ქირავდება მანქანა და რა ხდება და როგორ ხდება. მოკლედ მოვედი ოფისში და ის ოფისი საიდანაც მე ვქირავ ხოლმე მანქანას დამხვდა დაკეტილი, სადაც ფასები იწება ერთი დღით რომ მანქანა იქირავთ $37-დან. ხოლო ახლა ხმაურია ხო? ხო და შევხვდა ძალიან კარგი ტაქსის მძღოლი და წამომიყვანა, მე ვიციო მეორე ოფისი არისო ღიაო და იქ გაჩვენებო, იქაც იქნება მანქანებიო. მოვედი მოკლედ აქ და სამშაბათი დილაა და ვქირავ მანქანას და შაბათ საღამოს უნდა დავაბრუნო. გამოდის 4 დღე და რაღაცა საათები, ანუ დაახლოებით 5 დღეში მithვლიან რა და $225 გადავიხადა, ეს ზუსტად არ მახსოვს და აქ როგორ არის კიდე, ანუ ამერიკაში შტატიდან შტატში როცა გადადიხართ, იხდით თანხას, თოლებს ვეძახით. ამას და ანუ თუ გინდაო რომ ეს თოლები შედიოდეს შენს ღირებულებაში, პლუს ზევიდან უნდა დაამატოთ $16-იო და თუ არ გინდაო, მაშინ ყოველდღე $5 იხდიო ისედაც, ანუ რადგან შტატს ტოვებო და პლუს კიდე ანუ თოლებს რაც ჩამომაჭრის და ბევრი მაქვს მე ხა წინ და უკან სასიარულო და ამიტომ გადავწყვიტე რომ დამემატებინა კიდე დღეში $16 და ის $225 იყო თუ რაღაცა, არ ვიცი ქვითრისთვის არ დამიხედავს, მაგ ყველაფერს ემატება კიდე 5 ჯერ $16. ანუ ძვირი კი არის, მაგრამ თან არც არის, რა ვიცი, ანუ არ ვიცი საქართველოში რა ღირს ხა ფასები რო შევადარო არც ვიცი ხო და მოკლედ ეს არის ჩემი მანქანა, გაჩვენებ ხა გადავიღებ თან რომ რამე ნაკაწრიან რაღაც თუ აქვს, მე არ მომდა შარი, როგორც წესი დაზღვევით ყიდულობ ხოლმე მანქანას, ანუ რამე ინციდენტი რო იყოს, მაგრამ რა ვიცი, ნარაგვიული და არ ვიყიდი მაგ დაზღვევას, რაც იქნება და იმედია უკვე შემდეგ გამოსვლაზე ჩემი მანქანით მომიწევს გამოს. ეხლა მეგონა რომ ამდენი ტყუილად ვილაპარაკე და ვიდეო არ მქონდა ჩართული. მოკლედ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგ ჩემს დასვენების დღეებს უკვე ჩემი მანქანით გავატარებ, იმიტომ რომ ონლაინ ყოფილა რეგისტრაცია შესაძლებელი. მადლობა ჩემს მეგობარ ნინოს, რომელმაც ლინკი გამომიგზავნა და ამ ყველაფერს მოგვიანებით მივხედავ. ახლა კი გაჩვენებთ ჩემს მანქანას. ეს არის მანქანა, რომელიც ვიქირავე. არ ვიცი, საერთოდ ძველმოდურია თუ გასაღები აქვს ცუდი. გასაღების პულტი არ აქვს, გული გამისკდა, ანუ ესე უნდა რა ქვია, საკეთში გაიხსნას და დაიკეტოს. სხვანაირად ვერა მოკლედ, ხო და ანუ აი ამ მდგომარეობაში ჩამბარდა მანქანა. ხო, ბენზინიც უნდა შევამოწმო რამდენია, რომ იგივე მდგომარეობით დავაბრუნო შემდეგ. ეს არის რაც არის. რა ბოდის გიხდით ხმაურისთვის. ემშვიდობებით უნდა დავტკბეთ ჩემი თავისუფალი დროის თითოეული წუთით. კოცნით ბევრს. My darling, dream my darling,